დღესაც შავი დღე გავუთენდათ ნაწილი 2 ვითომ ნუტრიციოლოგებს, რომელიც ნახოთ რას ავრცელებენ ქვეყანაში. მე ჩვენთან ერთად ვიყავ პირველად ვიდეოებს გეტყვით ჩემ გულსფრ აზრს, მეცნიერებას დაფუძნებულ ფაქტებს და ვინც ამ ვიდეოში თქვენ თავს ნახავთ, არაფერი პირადული, მხოლოდ მტკიცებულობას დაფუძნებული ფაქტები. დავიწყოთ. 2-3 კილოს კვირაში ყოველგვარი კვირაშიო. დიეტის გარეშე დაიკლებ გარდა ყოველგვარი დიეტის გარეშეო. ანტიას გაძლევ და რაც ყველაზე მთავარია შენი ღიპი შემცირდება მუცელი მე მითხრა ყოველ კვირას. უბრალოდ აი ერთი კვირაც სადე გააკეთე, რასაც გეუბნები, შენი არაფერი არ მიდის აქედან. ჩვეულებრივად ჭამჩორე შენი არაფერი არ მიდის, გარდა იმისა, რომ 2-3 კილოგრამში ღიმთან ერთად კუნცას გააყოლებ ერთ კვირაში. ამას იმიტომ გეუბნები, რომ რა დიეტაც არ უნდა შემომთავაზოს მაწულმა. სამედიცინო დადასტურებული უსაფრთხო წონის კლების ტემპი არის 0.51% სხეულის მასის დაკლებული ერთ კვირაში. რაც ნიშნავს, რომ მე რომ უსაფრთხოდ დავიკლო 2-3 კილოგრამი, ჩემი წონა აუცილებლად უნდა იყოს სიმსუქნის მეორე ან მესამე კატეგორიაში, ანუ დაახლოებით 150 კილოგრამ პლუს ადამიანს ესაუბრება ეს მაწვილი, თუ მტკიცებულობაზე დაფუძნებულ უსაფრთხო წონის კლების ტემპს თავაზობს. ყველაფერს ეხავე მოგიყვები, საუკეთესო მადლობა, უბრალოდ იქნება ეხავე რომ უბრალოდ მოიწონო, გააზიარო ეს ვიდეო რგოლი და რა სანამ მაგას გავაკეთებ, მინდა დავუბრუნდე იმ წერტილს, რატომ არის უსაფრთხო ეს წონის კლება. იმიტომ რომ რეალურად მე მჭირდება პროცესში დავიკლო ცხიმი და ამასობაში არ დავიზიანო კუნთური მასა, მეტაბოლური ჯანმრთელობა, ფარისებრიჯიკულ ჰორმონები, სხვა ჰორმონები, რომელიც განაპირობებენ ჩემ მეტაბოლურ სვლას და დაკლებული კილოგრამები არ მოვიმატო მეორე კვირას ისევ და კიდე არ გადავაჭარბო, იმიტომ რომ პროცესში რაც დამიზიანდება არის ის, რასაც ჩვენ ნების ყოფას ეძახი, რომელიც რეალურად ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომბინაცია პროცესის. რა დროსაც შენ უბრალოდ აღარ ყოფნის ძალა შეეწინააღმდეგო შენივე ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას კი არა მარტო. ფიზიოლოგია, საერთოდ შენი მადის მარეგულირებული ჰორმონები გამოსული არიან წყობრიდან, იმიტომ არაადეკვატურად კალორიულ დეფიციტში მოექეცი. ხა ეს მცირედი იმის რაც შეიძლება კვირაში 2-3 კილოგრამ წონის კლებას მოყვეს, თუ შენი წონა არ არის 150 პლუს და მანდაც ძალიან ყურადღებით ვიქნებოდი მსგავსი სწრაფი წონის კლების ტემპზე. აბა, ნახოთ ჯადოსნური დიეტა. მე მაინც დაწერო კომენტარში, მე ჩემი აიკიდოთი აქედან ენერგიასაც გავწვდი იმისთვის რომ ეს ამან ის რო სტუდენტი იყავს, აგერ შავი კამარი რო აქვს, იმისი რა ქვია, გოჯურიოს სოფორში მიხედიან ბიჭს. ფერი გამოგივიდეს. მოკლედ, შენი მთავარი პრობლემა არის მადა. მადის გამო შენ მთელი დღის განმავლობაში გშივდება, ხან ტკბილი გინდება, ღეჭავს სხვადასხვა რაღაცებს, იმატებ წონაში. პირველ რიგში მე შენ გასწავლი, როგორ უნდა დაქვეითო მადა, რომ მთელი დღის განმავლობაში უბრალოდ არ გშიოდეს. მადის დაქვეითება ძალიან სწორი წერტილია. რეალურად სოფლიოში ფარმაკოლოგიამ ჯადოსნური მედიკამენტები რომ გამოიგონა ბრჭყალებს ჯადოსნური რა თქმა უნდა რაც არის GLP-1 აგონისტები და ისნაირები ოზემპიკი მოუნჯარო შენთვის ნაცნობის სახელით რასაც მივახცეთ არის მადის დაქვეითება უნივერსალური პრინციპი გრძელვადიან პერსპექტივაში დავიკლოთ წონა მაგრამ ნახოთ როგორ დავიქვეითოთ მადა ეს მნიშვნელოვანი წერტილია. რაც უნდა გააკეთო, არის მართლა იმუშაო შენი მადის დაქვეითებაზე და ახლა ნახოთ რას გეტყვის და მე მეგეტყვი როგორ უნდა გააკეთო ყოველ. დავიწყოთ იქიდან რომ შენ ჭამ დილაობით. თუ კი შენ ჭამ დილაობით, თავარი მადის შენი შიმშილის გზნობის პრობლემა არის დილის ჭამა. დილის ჭამა არის პროპაგანდის გამარჯვება, დილის ჭამა არის ყველაზე დიდი შეცდომა და დილის ჭამა არის ყველაზე უვიცი იერარქიაში ქვემოთ მყოფი კვების კონსულტანტების და ენდოკრინოლოგების ბოდვა. მოკლედ და კონკრეტულად არის თუ არა საუზმე აუცილებელი ყველა ზრდასრული ადამიანისთვის? პასუხი არა. არის თუ არა არ საუზმობა ყველა ზრდასრულისთვის აუცილებელი? პასუხი არა. საუზმობა ზრდასრული ადამიანის კონტექსტში არა მოზარდისთვის. არის სუფთად ინდივიდუალური კონტექსტი, სადაც ან საუზმობ და იწყებ დილას მაღალცილოვანი, დაბალანსებული ნახრწლოვანი პროფილით, ჯანსაღი ცხიმებით და კარგ საწყის უკეთებ მთლიან დღეს ან იწყებს საუზმეს მარტივი შაქრებით, ორწამში მოსამზადებელი შვრით, ხლოპიოებით, შოკოლადიანი კარაქიანი პურით და მთელი დღე ნეგატიური იმპულსით აგრძელებ კვებას. ეს ორი არჩევანი გაქვს. თუმცა საუზმე თუ არ საუზმე არის შენი პირადი არჩევანი ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის ორივე შემთხვევაში საუზმობით ჯანსაღად ან არ საუზმობით შეგიძლია დაიბალანსო ჯანსაღების სტილი, მათ შორის წონის კლების დროს. გიხსნი ხარ რა ხდება? თუ კი შენ გაქვს ჭარბი წონა, თუ კი შენ შაქართან გაქვს პრობლემები, აბსოლუტურად ყველამ იცის, ინტერნეტმაც იცის, რომ დილა ჭარბი წონა და შაქრის პრობლემები ერთმანეთთან ყოველთვის აუცილებლად კავშირში არ არის. მართალია, რომ ჭარბი წონა და ინსულინ რეზისტენტობა ერთმანეთთან შეჭიდულია, მართალია, რომ ინსულინ რეზისტენტობა დროთა განმავლობაში შეიძლება აისახოს გლუკოზის პრობლემებში, თუმცა
ჭარბიწონა აუცილებლად შაქრის პრობლემებს არ გულისხმობს და შაქრის პრობლემები აუცილებლად ჭარბიწონას არ გულისხმობს. თუმცა მესმის როგორც წესი ერთმანეთთან დამთხოვილი არ ხომ, მაგრამ არა ყოველთვის და არა აუცილებლად. საათ 11-ის ნახევრამდე, რაც უფრო ადრე, მით უფრო მეტი არის შენი კორტიზოლის დონე ორგანიზმში. ანუ სტრესის ჰორმონის. ეს არასწორია, კორტიზოლი პიკს აღწევს გაღვიძებისას, რომელიც შენს თუ ყველა ვაკელივით. როგორც ახლა ეს ძალიან ადრე ვიღუძებათ საათზეო. თუ შენ საათზე არ იღუძებდი, ალბათ ჩემი კორტიზოლის დონე 10-11 ნახევრამდე უკვე იმ წერტილშია დასული, სადაც ამ პრობლემას ვერ წავაწყდები, გაღვიძებისას კორტიზოლი პიკში ეგრეც უნდა იყოს, მაგიტო ფხიზლდები და იღუძებ საერთოდ, თუმცა 11 საათზე თუ კორტიზოლი ისეთი ბეცაში აქვს, როგორც გაღვიძებისას ქონდა, დიდი ალბათობით სამედიცინო ჩარევა ან მინიმუმ კონტროლი დაგჭირდება და ეს ცირკადული რითმის ნაწილში გაზვიადებული მოცემულობა. შესაბამისად, ინსულინიც უფრო მაღლა არის. შენ როდესაც დილას იღვიძებ და აი ამ აწეულ სტრესის ჰორმონზე და ინსულინზე კიდე ჭამ ნახშირწყლოვან საჭმელს და უმეტესი თქვენთაგანი დილას რა ჭამს? კაი შემთხვევაში კვერცხს, რომელსაც პულს აყოლებ და აზრი ეკარგება კვერცხს, სულ შემთხვევაში ტოსტებს, ფაფებს და ასე შემდეგ. ანუ მაღალცილოვანი საუზმისკენ მოგვიძულებს ეს ბიჭი, თუ არა? აი მახსოვრეთ. რა უხდა კომპიუტერს? მე მგონი საუზმა. სამწუხაროდ ამ ვიდეოს ბოლომდე ვერ ვნახავ. უნდა გაჩვენო. არა, არ მინდა გთხოვ. აი მახსოვრეთ. რეჩიხიდან დაწყებული, პურით დამთავრებული, დილას რაც არ უნდა ჭამო, აბსოლუტურად ყველაფერი შენ შაქარს ააგდებს სამდე და როდესაც შენ გახვალ ქუჩაში, წახვალ სამსახურში, გზაში, მაგ შაქარს დააგდებს. შესაბამისად მოგშივდება, შესაბამისად რაღაცას წაიხსენ ხემსებს, შესაბამისად შაქარი ისევ მაღლა ავარდება, მერე ისევ დაბლა დავარდება და ეს საქანელა მთელი დღის განმავლობაში გაქვს და ამ საქანელის განმავლობაში ყოველი წვეთი, ყოველი ლუკმა, ყველაფრის რასაც კი გადაკლაპავ მიდის ვესცერალურ კონში და გიგროვდება მუცელზე, ბარძაყებზე, გვერდებზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მეგობრებო, უბრალოდ პირველი ვახსენოთ ის, რომ ნამდვილად შეიძლება არასწორი საუზმით, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად ვაწყლებით, სისხლში გლუკოზის საქანელა გამოიწვია მთელი დღის განმავლობაში. თუმცა წიწიბურა, რომელიც რეალურად თელმარცვლოვან ალტერნატივებში გადის და პური თელმარცვლოვანი, ამის გარანტია არ არის. პირიქით, თელმარცვლოვანი ბოჭკოთი სავსე პური, მარცვლოვანი დილის დაწყება პლუს ცილა, ყველაფერი საპირისპიროს გარანტია, რომ შენი გლუკოზის კონტროლი იყოს გაუმჯობესებული და ამასობაში შენი მადა, რაზეც დავიწყეთ საუბარი, თავიდან იყოს სტაბილური. რამდენი ხნის განმავლობაში, 3-4 საათის განმავლობაში იდეალური იქნება. აბა, რა უნდა ჭამო ისეთი 2 დღე-ნახევარი რო არ მოგშივდეს. ჩემთვის პრობლემა არ არის შიმშილის გრძნობა, ჩემთვის პრობლემა არის შიმშილის გრძნობა ამ ადეკვატურ შუალდამდე, სადაც ორ კითხავს ვამ. პორცია ხო არ დამაკლდა, ან შაქრების კონტროლი ხო ვერ გავითვალისწინე ისე როგორც საჭირო იყო. მაგრამ ყველა მთავარი პრობლემა რაც მაქვს ესეთ რჩევებთან არის ის, რომ რადიკალიზმი ბიოქიმიური პროცესის, რომელსაც სამედიცინო ზურგი და სამედიცინო ზურგი არ აქვს, დამატებით სტრესის წვევს ჩემი ჯანსაღებობის გზაზე, რომელიც უფრო მასშორებს მიზანს და არ მაახლოვებს. დილას 11 საათამდე არაფერი არ ჭამოთ და თქვენი მადა აი ესე გაქრება. თუ კი შენ უკვე იმდენად მიჩვეული ხარ, რომ ვერ ძლებ და უეჭველი უნდა ჭამო დილას, თორე სულად ხდები, მადის საუკეთესო დამაქვეითებელი საშუალება, რამდენსაც არ უნდა ღიღინებდნენ ვიღაც იერარქიაში ყვევით მყოფი კონსულტანტები, ეს არის კარაქიანი ყავა. წარმოგესმა, კარაქიანი ყავა, 20-25 გრამი ნახევრის კარაქი, ოღონ ნატურალური. ეს ბიჭია, კარაქიანი ყავის მენიუს რო წერს. რომელიც გენმეოფრი არის, ანუ გენმოდიფიცირებული არ არის, ალმიზეთი არ არის და ნაგავი არ არის. კაი, ეხა ბევრი რამე აქვს სათქმელი. არა გენმოდიფიცირებული კარაქი და პალმის ცხიმის გაჯერებული კარაქი ერთმანეთის საწინდარი არ არის, გენმოდიფიცირება არ ვიცი რა გონია თქვენ ან თქვენ აგონია თუნდაც ხამას უყურებს რომ გენმოდიფიცირება არ არის ის რის გამოც კარაქი კარგია ან ცუდია გენმოდიფიცირება არის პროდუქტებზე სადაც არის გენმოდიფიცირებით მივიღეთ სასწაული ბევრი პროდუქტი მაგალითად მივიღეთ კარტოფილი სადაც აკრილამიდის დონე დაბალია და მაღალ ტემპერატურაზე მოხვედრას არ იწვევს კარცინოგენულ ნივთიერებების წარმოქმნას გენმოდიფიცირებით მივიღეთ ოქროსფერი ბრინჯი რომელიც აზიაში ბეტა-კაროტინების წყაროა და ვიტამინის დეფიციტისგან იწვევს გენმოდიფიცირება არ არის ყოველთვის ცუდი და ამ შემთხვევაში კარაქთან ძალიან ნაკლები კავშირი აქვს. რაც შეეხება კარაქიან ჩაის ან ყავას, არ ვიცი, დილის საუზმეს, სანამ ვიდეოს ყურებას გავაგზავნებ, მოგიყვები კონტექსტს. ზოგადად ცხიმიანი და ყავით დილის დაწყება, ეს არის კონტექსტი გადმოტანილი კეტო დიეტიდან.
ოღონდ როგორც წესი, კეტო დიეტა მოიაზრებს რას? ნახევარწლების ძალიან დაბალ დონეს რაციონში, ცხიმების ძალიან მაღალ დონეს, 70% ცხიმებს უჭირავს შენი კალორიების. კეტო დიეტა არ არის მაღალცილოვანი დიეტა, არამედ არის მაღალცხიმოვანი დიეტა. სადაც კეტო დიეტის გავრცელებულ ტრენდებში საზღვარგარეთ დახვდებით დილის დაწყებას ნამდვილად ყავით, იმიტომ რომ ახანგრძლივობ დროს, სადაც 0 კალორიანი ყავს, 0 კალორია აქვს ნოლთან მიახლოებული. სითხე აქვს მიღებული და ამაშობაში შიგნით უმატებ MCT-Z, რაც არის medium chain triglycerides, ანუ საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ზეთი, ან ქოქოსის კარაქი, რომელიც MCT-ც სავსეა, რომელსაც აქვს ძალიან სპეციფიკური უნარი და ნიუანსი და განსხვავდება სხვა ცხიმებისგან. ამ ცხიმოვან მჟავებს უნარი აქვს უფრო მალე დატოვონ შენი საწმუნებელი სისტემა და პირდაპირ ენერგიის წყაროდ გარდა იქიდან კეტო დიეტის დროს, მით უმეტეს როცა შენი ენერგიის წყაროები დაფუძნებულია ცხიმების მარაგებზე, უბრალოდ ცხიმების ენერგიად გამოყენებაზე. კარაქიანი ყავა არის ამის ნაშვილები ვერსია, იაფასიანი მეცნიერებას მოკლებული. იმიტომ რომ კარაქი არის ნაჯერი ცხიმების ძირითადი წყარო, მაშინ როცა ქოქოსში მაქვს ნაჯერი ცხიმების, თუმცა მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი MCT საშუალო ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ჩართულობა. ამიტომ ეს იდეა არის გადმოკოპირებული კეტო დიეტის გამართული ვერსიისგან, თუმცა კეტო დიეტას თავისთავად ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. და არჩევია საუზმეთი, სადაც 0 კალორიას ცდილობ მიიღო ყავის ხარჯზე და დაუმატო კარაქი, რომელიც არის ცხიმების წყარო, კალორიების წყარო, რეალურად გაიჩინე ამ კარაქს უმატებ, შეიძლება დილის ყავა დაგიჯდეს 150 კალორია, რომელიც ამ შემთხვევაში არც თუ ისე იდეალური შეიძლება იყოს კალორიულ დეფიციტის გზაზე თუ ხარ, თუმცა 150 კალორიას და არაფერს ვერჩე. მაგრამ ეხლა რაც ვარაუდობ, აქედან არის გადმოტანილი ნაშვილები ვერსია, სწორი რაღაც მიდგომის, რომელსაც ყოველდღიურობაში ყველა ადამიანის ყოველ შემთხვევაში არ აქვს ჩართულობა. მე მიცდია ცხიმიანი ყავა, MCT-ც სავსე, მიცდია. როდესაც დაბალნახევარწლოვან სტილს ვწდიდი საკუთარ თავზე, დამეხმარა ენერგიის წყაროებში, დამეხმარა, თუმცა კარაქიანი დღის ყავის დაწყება, იმიტომ რომ ყველა საუზმე რაც პირში შემოვაშენ შაქრის კასკადს გამოიწვევს და მთელი დღე მადაგიჟივით გექნება, არასწორი ლოგიკური მშელობა და არც სამეცნიერო. ნატურალურ კარაქს იღებ, 25 გრამს აგდებ, გინდა ყავაში, გინდა ჩაი. 25 გრამი კარაქი არის ძირითადად ცხოველური ნაჯერი ცხიმების წყარო და მისი ლიმიტი დაახლოებით გაქვს 21-22 გრამი ნაჯერი ცხიმების თუ შენი კალორია 2000-ია დღის განმავლობაში რაც მიყვები, ამიტომ ყურადღებით იყავი 25 გრამი კარაქი არის ცოტა და ამასობაში კალორიას გადავს 25 ჯერ 900-ს, რომელიც არის დაახლოებით 225 კალორია, ამ დილას იწყებ 225 კალორიით, თითქოს არაფერი გიჭამია. ძლიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგ ცხიმი კოფეინთან ერთად მოქმედებს. ერთად. სვავ მაგას და გარანტიას გაძლევ, რომ 1-4-5 საათი შენ შიმშილი უბრალოდ არც გაგახსენდება. კოფეინი არის მადი სუპრესანტი. ეს ნამდვილად ესეა. ცხიმი კოფეინთან ერთად მოქმედებს, ოღონდ პირიქით. ცხიმიანი პორცია ანელებს კოფეინის შეწოვას. ანუ რეალურად მიღებული ყავისგან კოფეინის უფრო ხანგრძლივი ეფექტი გრჩება და არა უეცარი კოფეინის ჯახი, როგორც ვიცით ხოლმე დილით ყავის დალევისას და მერე ნახევარ საათში რომ ენერგია გამოგვეცლება. ამას აკეთებს პირიქით, ოღონდ კოფეინთან ერთად ეგრე მუშაობს, რომელიც კოფეინი მადი სუპრესანტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კალორიული დეფიციტის გზაზე დღე დავიწყოთ მხოლოდ კოფეინით და კარაქით. შესაბამისად, თუ კი შენაგვას დილით დალევ, გაგაკაჩინებს შენ შუადღემდე. შუადღეს კი უკვე რაც გინდა ის ჭამე. რაც შეეხება ჭამას, დღეში ორჯერ უნდა ჭამო. პირველი ჭამა შესაბამისად უნდა იყოს 12-დან 2 საათამდე, მეორე ჭამა უნდა იყოს 6-დან 8 საათამდე. ყოველ აი ამ ჭამებიდან რაც გინდა ის ჭამე, იმიტომ რომ ვიდეოში მე თქვენ დაგპირდით რომ დიეტის გარეშე რასაც გინდა ჭამ და იმას ციკლებ. დღეში ორჯერ ჭამ და დილით საუზმეს მიკრძალავ. დიეტაზე ვარ. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ რაც უფრო მავნე პროდუქტებში ჭამ, ხო ამ დილის შუადღის ჭამაზე ან საღამოს ჭამაზე. მით უფრო მაღლა ისევ ავარდება შენი ინსულინი და მერე დავარდნისას ისევ მოგჭირდება. ანუ შუადღესაც საღამოსაც ნახევარწლები არ ჭამა. და როდესაც ეგ მოხდება, შენ იმეორებ ან ისევ კარაქიან ყავას ვავ, ან მაგის ალტერნატივა არის ერთი სუფრის დიდი კოვზი ზეითუნის ზეთი. ეს შენ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეში ორჯერ, ხო, ჭამო რაც გინდა, შუალედებში ტკბილი რო არ ჭამო და სხვადასხვა სნეკები რო არ ჭამო და შიმშილის გზნობა რო დაიქვეითო, დალიე ან კარაქიანი ყავა, ან ზეითუნის ზეთი დალია და გარანტიას გაძლევ. აი ესე თან დღეში ორჯერ ჭამ, რასაც გინდა იმას ჭამ, ვითომს და დიეტაზე არ ხარ. თან მაგის გარდა სხვას არაფერს არ ჭამ და მადაც არ აქვს, ანუ შიმშილის გზნობა არ გაწუხებს. და თან უბრალოდ აიწონე კვირის ბოლოს და დამიწერე კომენტარში რა გამოგივიდა. კეტო დიეტის ვაიბები მოაქვს ამ რჩევებს, სადაც შეზღუდული მაქვს კვების შერადობა
თუმცა თავისუფალი კვება მაქვს ცხიმების კუთხით, მადის სუპრესიისთვის ცხიმებს ვიყენებ, თუმცა დილის კარაქიანი ყავა და საღამოს კარაქიანი ყავა 500 კალორიის წყაროა ჩემს ორგანიზმში, რომელსაც ვერ ხვდები და ვერ გრძნობ და არ ვითვლი. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა ითვალო პროცესში. რაღაცა ზედმეტად ნეგატიურ ხასიათზე დავდექი ამ ვიდეოს ყურებისას, კიდევ ერთხელ არაფერი პირადული. თუმცა იმ ყველა მიზეზის გამო რაც მოგიყევით, ეს დიეტური მიდგომა არ არის ყველასთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 33000 ლაიქი და 3000 კომენტარი აქვს, რომელზეც ალბათ არ შევჩერდები. ეხლა მე გეტყვი რატომ არის მადის კონტროლი მნიშვნელოვანი, როგორც შეიძლება მადა გაიკონტროლო და მადის კონტროლი თუ რამე უნდა ამეღო ამ ვიდეოსგან, რომელიც ყურს უნდა შეუშვა და არ გამოუშვა, დანარჩენი თითქმის ყველაფერი გამოსატარებელია მეორე ყურიდან, არის ის, რომ კალორიული დეფიციტის გზაზე მადის კონტროლზე უკეთეს ვერაფერს გავაკეთებ და მადის კონტროლი ჩემთვის მტკიცებულობას დაფუძნებულ ნუტრიოლოგიაში ნიშნავს საკმარისი რაოდენობით ცილის, ჯანსაღი ცხიმების და საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების კონკრეტულად ბოჭკოს მიღებას. ეს სამ-სამის ბალანსი მოქმედებს ისე როგორც მიმიკრია იქნებოდა იმ ჩემი სასწავლო მოქმედი მედიკამენტების და მეხმარება 3-4 საათიანი შუალედებით და დღეს შეიძლება მივირთვა 3 ძირითადი კვება 1 ხემსი, 3 ძირითადი კვება 2 ხემსი, 2 ძირითადი კვება 2 ხემსი. არ არსებობს რაიმე ოქროს შუალედი, ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს ყველამ, თუმცა იშვიათად მიიღოს ადამიანები, ვინც დღეში ერთხელ კვებით ან დღეში 7-ჯერ კვებით სასურველ მიზანს აღწევს. ამ შუალედშია ყველაზე კარგად ოქროს სტანდარტი და ამასობაში არსებობს საათობრივი ნაწილი, რომ თუ 2-ზე ავჭამე დავიღუპე და თუ საღამოს 6-ზე ავჭამე დავიღუპე. ეს არასწორია ნამდვილად, თუმცა მადის კონტროლი არის ის, რაც შეგიძლია გაუკეთო და რითიც უნდა დაიწყო მადის კონტროლში, არის არაადეკვატურ კალორიულ დეფიციტში არ მოექცე და 2-3 კილოგრამის კლებას არ იცადო კვირის განმავლობაში. კრეატინი. ხო, ეხლა ცოტა დიხანს ცოტა ვილაპარაკე. ხო. ზოგადად არ არსებობს ალბათ დანამატი ჩემი აზრით, რომელსაც 30 წლიანი ან ცოტა მეტი კვლევები უმაგრებს ზურგს უსაფრთხოების. ალელუია, ჯანსაღმა აზმა გაიმარჯვა. სანდროს ვიცნობ, შორიდანაც და რამდენჯერმე მქონია გადაკვეთის წერტილი. ეს არის მოქმედებს ჩემი ვიდეოს შეფასებაზე, თუმცა კრეატინი, რომელიც საკვები დანამატების ინდუსტრიაში ყველაზე გამოკვლეული, დადასტურებული, უსაფრთხო და ეფექტური დანამატია. და რომ საკვები დანამატებზე მიდგება საქმე, ეს ორი ფილტრი უნდა მქონდეს თავში. არის თუ არა საკვები დანამატი უსაფრთხო და ეფექტური. თუ უსაფრთხოა, მაგრამ არ არის ეფექტური. მაშინ საერთოდ ფულს რაში ვყრე, მაგრამ თუ ეფექტურია, მაგრამ არ არის უსაფრთხო, ჯანმრთელობას რატო ვეთამაშები და კრეატინი ბევრი როგორც მეტა ისევე კონტროლირებადი კვლევით ადასტურებს თავის უსაფრთხოებას და ეფექტურობას კუნთური მასისა და ძალის მატების ჭრილში, იმიტომ რომ მოქმედებს ლოკალურად როგორც ATP-ის სინთეზის დონორი, მაშინ როცა ძალის მიერ აქტივობაზე მიდგება ხოლმე საქმე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დანამატი, რაც არსებობს დედამიწაზე. ძალიან ბევრი კვლევა აქვს უსაფრთხოების პროფილით და რეალურად მართლა მუშაობს. ანუ ნახოთ ახლა ძალიან არ უნდა გავართულო, მაგრამ ცოტა უნდა გავართულო, რომ მექანიზმი აქვს რა. არ შეიძლება კრეატინზე ვისაუბრო და არ ვახსენოთ ენერგია. ანუ რას აკეთებს კრეატინი? კრეატინი თქვა თუ არის მხოლოდ ცხოველურში, მცენარეულში კრეატინი არ არის და ამ განსაკუთრებით ვეგეტარიანელები და ვეგანები უნდა ყურადღებით მოექცენ, რაც მით უმეტეს ასაკში შევდივართ, უფრო მნიშვნელოვანია კრეატინის, ვთქვათ, მიღება. ზუსტად ესეა, კრეატინი არის მოლეკულა, რომელსაც ვხვდები ცხოველურ პროდუქტებში. რეალურად ძირითადად ხორცი და წითელი ხორცის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, ძალიან მცირე რაოდენობით რძის პროდუქტებში. სხვა შემთხვევაში კრეატინის მცენარეული წყაროები ესე პირდაპირ არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს კრეატინის წარმოება თვითონ შეუძლია კონკრეტული ამინომჟავების მოდიფიკაციის შედეგად. თუ კვლევებმა მანახა, რომ კრეატინი ვინმესთვის მნიშვნელოვანია, არის არა მარტო კრეატინის დამატებით მიღება და 5 გრამი კრეატინისთვის დაახლოებით 1 კილოგრამი უმის საქონლის ხორცს უნდა მიირთვა, რომელიც არც ჯდება კვების ბალანსში და თითქმის წარმოუდგენელია. 5 გრამი კრეატინი არის ის, რაც მადლოს ეფექტს კუნთური მასის მატების ჭრილში ყველაზე კარგად 5-დან 7 გრამამდე გააჩნია შენ კუნთურ მასას და ამასობაში ჯერ მტკიცებულებებით დადასტურებული, მაგრამ არა იმდენით ეფექტები კრეატინის მიდის კონკრეტულ ფუნქციებზე. და ამ კვლევამ რაც მანახეს, თუ კოგნიტურად ვინმესთვის მნიშვნელოვანი კრეატინი, ეს არის ასაკოვანი, ქალბატონები, ვეგანი ან ვეგეტარიანელები, ეს სამივე ერთად შეიკრა, კიდევ უფრო დიდი ბუსტი მაქვს. ამიტომ საინტერესოა კვლევები, რომელიც კრეატინზე გველოდება წინ, ჯერჯერობით როგორც კუნთური მასის მატების და ძალის გამაძლიერებელი, სამომავლოდ პოტენციურად კოგნიტურ ფუნქციებზე ძალიან კარგად მომუშავება, იმიტომ რომ ტვინში გვაქვს კრეატინის ტრანსპორტერები და უჯრედულ ენერგიის წარმოქმნაზე დიდ ყურადღებას დიდ როლს ასრულებს. შეიძლება, მაგრამ თუ დაადასტურებენ, რომ ვეგანურ საკვებში დანამატის გარეშე მიიღებენ, კი ბატონო, მაშინ ხელებს ავწევ.
მაგრამ არ არსებობს. კი. და ესეც საინტერესოა ზოგადად, მე შეიძლება რაღაცაში ვწდებოდე, ამ შემთხვევაში ვიცი არ ვწდები, მაგრამ ზოგადად შეიძლება დაგვიწერონ, რომ არა და აქედან შეიძლება და დისკუსია წავა. ენერგია, ანუ ჩვენს ორგანიზმში, როდესაც წარმოიქმნება ენერგია, ამ ენერგიას ეწოდება ATP, თუ გაიგია. ეს არის ადენოსინ ტრიფოსფატი, ესე ქვია, ადენოსინი და ფოსფატის სამი მოლეკულა. ადენოზინ ტრიფოსფატი. ანუ ჩვენ რო ჭამთ საკვებს, მაგალითად, ხო, ნებისმიერ საკვებს, თქვა ნახშირწყლებს მივიღეთ, საბოლოო ჯამში უჯრედში ეს ჩვენი საკვები კონვერტირდება ენერგიად. ანუ ჩვენი მიტოქონდრია, რომელიც არის უჯრედში შიგნით ჩვენი, თქვა, ქარხანა ენერგიის, ელექტროსადგური გვასაჩუქრებს ამ, ასე ვთქვათ, ენერგიის ერთეულით. მაგრამ ის თავისთავად ენერგია ყოველთვის კარგია, როცა რჩევა და ბიოქიმიური მექანიზმები და კვლევები ერთმანეთს ეთანხმება და ამის ახსნას იწყებს ვიღაც ვიდეოში. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს იმაზე ბევრი ათასჯერ ნაკლები ნახვა აქვს ვიდრე წინა ვიდეოს, რაც საწყენია. თუმცა ეს არის გზა გაცნობიერებული არჩევნის მიღების. არის ენერგია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ეს ATP იხლიჩება. ანუ ჩვენ გვაქვს აქეთ არის ერთი მოლეკულა, ის კიდე ადენოსინი და აქეთ არის სამი ფოსფატის მოლეკულა, ხო? როდესაც ეს იხლიჩება, ფოსფატის ერთი მოლეკულა იხლიჩება და რჩება ორი. აი ამ გახლეჩვაში წარმოიქმნება ენერგია. მაგრამ მე რა ხდება? რჩება ადენოსინ ტრიფოსფატი კი არა, ადენოსინ დაიფოსფატი. საინტერესო ხკითხვა ხდება, როგორ ჩნდება ენერგია გახლეჩვაში. რეალურად ენერგიის პირველ წყარო, რომელიც არის მზედამიწაზე და შემდგომ მცენარეების ფოტოსინთეზიდან მიღებული პროდუქტები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ან მიირთმევენ ცხოველები და იმ ცხოველებს ჩვენ მივირთმევთ, ქიმიური ენერგია ინახება ბმებში და აი ამ ბმის გაწყვეტისას მიღებული ენერგია. ქიმიური არის სწორედ ის ენერგიის უნივერსალური მოლეკულა, რომელზეც ადამიანის ორგანიზმის ყველა ბოლო საბოლოო ბიოქიმიური რეაქცია მიდის და საიდანაც ჩვენ ვიღებთ რეალურად ენერგიას. ამიტომ ATP არის ჩვენი ენერგიის უნივერსალური მოლეკულა, წარმოიდგინე, რომელიც გადახურდავებას ბრჭყალებში უწევს მიღებული საკვებიდან ჩემს ორგანიზმს, იმიტომ რომ ენერგია მიიღოს. ანუ ხდება ორი ფოსფატის მოლეკულა რჩება. და რატო თქვი ხა ეს? კრეატინი რასაკეთებს ნახე? კრეატინი ორგანიზმში ინახება, სადღაც 65% ინახება როგორც ფოსფატი და კრეატინი. და კუნთებში არა? ხო, კუნთებში ინახება ძირითადში, მაგრამ ანუ ღვიძლი გამოიმუშავებს, მაგრამ ინახება რა ფორმით ნახე? 65% ინახება ფოსფატის და კრეატინის მიქსით. ანუ გაქვს კრეატინის მოლეკულას და ფოსფატის. გაქვს კრეატინ ფოსფატი ლოკალურად გონჩი. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ აქეთ რომ გაიხლიჩა. რომ გაიხლიჩა, ამას ფოსფატის მოლეკულა ხო ისევ ჭირდება, რომ რეგენერაცია მოახდინოს და თავიდან ასე ვთქვათ ენერგია ქონდეს. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც შენ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს აკეთებ, ან თუნდაც დატვირთული ხარ კოგნიტიურად ძალიან მაღლა, შენ ხო ჭირდება ენერგია. კი. კრეატინის მოლეკულას გამოიყოფა ფოსფატი, ანუ ფოსფატი არის ფოსფორის და ჟანგბადის მოლეკულა ერთად და ხდება ამის ასე ვთქვათ რეციკლირებას ასეცახიან და გარდაქმნა და ისევ გაქვს შენ ენერგია. ხო, ძალიან მარტივად. ATP-ის ფოსფატი მოწყდა, წარმოიდგინე ეს იყო დამუხტული ელემენტი, ქართულად რა ქვია, ელემენტი ალბათ. დამუხტული ელემენტის მოწყდა ენერგია დარჩა ადენოზინ დიფოსფატი. კრეატინ ფოსფატი მოვიდა როგორც დონორი, თავისი ფოსფატი მიცა ამ უფოსფატოდ დარჩენილ ADP-ს მიუერთა და საშუალება მიცა, რომ ეს მოლეკულა კიდე ერთხელ გაიხლიჩოს და კიდე ენერგია მომცეს. აი ეს არის ის წერტილი, საიდანაც კრეატინ ფოსფატი და თვითონ კრეატინ ფოსფატს რო ფოსფატი წყდება, მანაც ენერგია წარმოიქმნება. უჯრედულ დონეზე ყველაზე აი რო ჩავხედო ყველაზე დიდი, მით რა ქვია, გამადიდებელი შუშით რა ხდება ბიოქიმიურად, ეს ხდება ლოკალურად ძირითადად ფეთქება ძლიერ და ინტენსიურ ფიზიკური აქტივობების დროს, ეს არის ძირითადი ენერგიის წყარო. გაწყდა ATP, მოვიდა ფოსფატი, კრეატინ ფოსფატი, ფოსფატის დონაცია გაუწია, გაწყდა ATP, აი ამ ციკლში ვერთვებით, სწორედ როდესაც კრეატინ ფოსფატის მარაგები კარგად გვაქვს და ამის წყაროა ჩემი დაბალანსებული კვება ან და კრეატინის დანამატი საჭიროებისამებრ, მით უმეტეს ფიზიკური ძალისმიერი აქტივობისას მომეშვა გულზე. კარგია სანდრო, ჩვენიერი. სანდრო, ამ ცოტა ხანში პოდკასტზე შემოგეხმიანები. განხილულ საინტერესო ამბები, საინტერესო წამოწყება გაქვს, როგორც ვიცი, სისხლის ანალიზებისთან დაკავშირებით, რომელზეც მინდა მე შენი აზრი მოვიცოდე. ეს კაცი რა ვერ მოვიშორე კიდე. უშაქრო კოკაკოლაზე ისაუბრეთ გთხოვთ. შაქარს არ წევს მაღლაო? კი. უშაქრო კოლა შაქარს წევს მაღლაო, საინტერესო იქნება. აბა, გისმენ. კი.
გლიკემიური ინდექსი აქ მასში შემოვალ მალტიც. ეს არის დამატყობელი, ვითომ შაქარი არ არის დამატყობელი, კი შაქარს მეტი აქვს. მალტიტი? გლიკემიური ინდექსი 65. ამასაც არ აქვს ნაკლები 42-45-ია. მალტიტი? მალტიტოლს გულისხმობს ალბათ, რომელიც არ არის უშაქრო კოლაში. ხო, გვაქვს აქ ვიდეოსთვის კოლა. შეგვიძლია მომიტანა? A few moments და later. არის მალტიტი, მე არ ვიცი, მომიჭრეთ. მალტიტოლის არის შაქრის ალკოჰოლი, რომელსაც მაგალითად ხვდებით ხოლმე შაქრის შემოცლობებში, მაგალითად უშაქრო ნაყინზე. შეიძლება ნახო შეგინთ მალტიტოლი, რომელიც არის შაქრის ალკოჰოლი, არ შაქარია და არც ალკოჰოლი. არის მოლეკულა, რომელსაც მართლა გლიკემიური ინდექსი დაახლოებით 15-40, რომელიც მოქმედებს სისხლის გლუკოზაზე, თუმცა დამატებულ გაზიან სასმელში მალტიტოლი, აბეხ გადავამოწმოთ. დამატყობად გამოყენებული აქვს სუკრალოზა და კალიუმის აცეტსულფამი, რომელიც ორივეა შაქრის შემოცლობელი, რომელიც არის ხელოვნური შაქრის შემოცლობელი, რომელსაც გლიკემიური ინდექსი აქვს ორივეს 0, ხო? ეს შეშა. მალტიტის მალტიტოლის გლიკემიური ინდექსი, მაგრამ კოკა-კოლაში უშაქროში შაქრი კატასტროფა გეთამბეთ, მაგრამ უშაქროშიც არის რამდენიმე ქიმიური ნივთიერება, რომელიც სერიოზულად ურხევს ადამიანს ჭამდობას. ეს არის ორთოფოსფორის მჟავა. არა ამავე დროს ორთოფოსფორის მჟავა საკმაოდ დიდ დარტყმას აღენებს. ამავე დროს კოკა-კოლაში შედის ნატრიუმის გრუპი. კაი, ჯერ მოდი ვისაუბროთ ჩვენს ფოსფორ მჟავაზე. მტკიცება, რომ ფოსფორ მჟავა pH ცვლის და ორგანიზმს ამჟავებს არის მითი და არასრული ცოდნა ადამიანის ფიზიოლოგიის, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმის მჟავადობანი ბალანსი დაცულია მყარი ბევრი განსხვავებული სისტემით, მათ შორის ბიკარბონატული ბუფერული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ რაღაც არსებობს ორგანიზმში, რომელიც ამ წყალბადებს, რომელიც პასუხისმგებელია შესაძლო გამჟავიანებაზე, თავის თავში იერთებს. წარმოიდგინეთ, ეს არის დონორი კი არა, პირიქით, მიმღები, რომელიც ზედმეტ წყალბადის იონებს იერთებს და შემდგომ ხელს უწყობს ორგანიზმს მათ უსაფრთხო გამოდევნას. ამიტომ აზრი რომ ყოლა სისხლს გამჟავებს არასწორია, რაც არის საგულისხმო ერთ-ერთი არის ფოსფორის მოლეკულის მიღება, მისი სიჭარბე და შემდგომ კალციუმთან ბალანსი, ფერისებრიჟიკულ შართულობა, რომელსაც როგორც წესი 1 კილა რამდენს რომ გააჩნია, ამ სასწრით ვერ მიაღწევ, რომელსაც შეიძლება მე გამოიწვიოს ძვლების მინერალიზაციის პრობლემა, თუმცა თითქმის არასდროს ყოფილა კვლევებში გამოკვეთილი კოლის გამო ძვლის სიმკვრივის დეფიციტი და უფრო სხვა საქმეებთან გვაქვს ხოლმე მაგ დროს საქმე. ამიტომ ეს აზრი რომ ორგანიზმში რაღაცა მჟავადობოვან ბალანს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი სამართავი ორგანიზმის ჰომეოსტაზისთვის, რომ ცოცხლები ვიყოთ მარტივად და შევინარჩუნოთ სისტემური წონასწორობა, ესე არ ხდება ორგანიზმი, იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ გონია და ვიდრე თქვენ გონიათ ბატონო, ჩვენი ორგანიზმი იმაზე ვიდრე ჭკვიანია, ვიდრე უშაქრო ყოლას შეუძლია გამჟავიანება. რომელიც დამოკიდებულებას იწვევს ადამიანში. როგორც ნარკოტიკი, ხო, ადამიანი დამოკიდებული ხდება და ეჩვევა და სულ ერთად უნდა. ამ კომპონენტების გათვალისწინებით უშაქრო ხო, აქ მაქვს ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის გლუტამატი არ მაქვს, MSG, რომელიც კულინარიაში ხშირად გამოიყენება, ამასობაში მაგალითად ჩიპსებში გამოიყენება და რა არის? ეს არის მადის აღუძვრელი, ეს არის გემონების რეცეპტორების გამაგრიჟებელი მოლეკულა, რომელიც პირდაპირ არ იწვევს ბიოქიმიურ დამოკიდებულებას, ერთი ყოლაში არ მაქვს და მეორე პირდაპირ არ იწვევს ბიოქიმიურ დამოკიდებულებას. ეს არის რეცეპტორებსა და ტვინის დოფამინურ სიგნალებს შორის დიდი კავშირი, რომელსაც ნატრიუმის მონოგლუტამატი MSG იწვევს, თუმცა ყოლაში ამას არ ხვდები და არც ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას არ იწვევს, არის გემოს გამაძლიერებელი, რომელსაც ეს ეფექტები არ აქვს ფიზიოლოგიური დამოკიდებულების, აქ ალბათ ნატრიუმის ციტრატში არის, რომელიც არის აქაც მჟავიანობის რეგულატორი. ყველას არ არის უსახ. ეს უნდა ერთჯერად და მე მაშინ ერთ ვიდეოში თქვი რომ ადამიანები რომ დარწმუნებული იყვნენ რომ ვიღაცები უთქიცებენ ზოგი ექიმი და უნიშნავს ანტაციდებს და მჟავიანობა გაწეული და იმედო და სულაც ხართ მეთქი და რომ არ გშველით. რომ მიხვდეთ რომ ეგრე არ არის, ერთი ორი პოპა გააკეთე და რამდენი პაციენტი მოვიდა ერთ პაციენტმა თქვენი ვიდეოს მე მანქანაში ვიდეოს და სახლში ვიდეოს და ისე მიშველა რამდენიმე წელია რომ არაფერი არ მიშველა და გაწამებული და ნატანჯი ვიყავე მომეხსნა ყოლა მიშველა უშაქრამა? ყველაფერი. და იყო და ახალგაზრდა მამაკაცი ყوان სახელს ვერ მეთქი, ხო? მოდი აქვე რას დავამატებ, იცი? აი ძალიან ბევრი გაზიანი სასმელები მთლიანად აკრძალული მაქვს და სვავს სანდორა თუ რა ვიცი რაღაცა ხილის წვენები რომ არის. ხო. არ მეგონა რამის თუ ისეც ვიტყოდი. ეს დავეთახმობოდი. ნატურალური წვენები ბჭყალებში ნატურალური. არ არის გაზიანი სასმელების შაქრიანის უკეთესი ალტერნატივა. უშაქრო გაზიანი სასმელი და სანდორას წვენება დამიდოწენ და იერაღი მომოთ თავზე 100-დან 100 ჯერზე უშაქრო გაზიანი სასმელს დავლობ და არა
შაქრებით დიდარ სანდორას. ეს თუ ფიზიკური აქტივობა არ მიწევს და არ უნდა გავიქცეთ თავმოკლეჯილი 5 შაის ყოვის დამატებული შაქრების მიღების მერე. აი ზოგს გონია რომ გაზიანი რადგან არის სხვაშორის მე ხომ მიხანია უარესი ვიძახი და ეხლა ხან შემდგა ერგბერგის ვიდეო და ზუსტად იგივე სიძახის დოქტორ ბერგი ყოველს მამაღმერთად ყავს წოდებული ვითომ ნუტრიციოლოგების სიაში. დოქტორ ბერგი ქართულ დროს საუბრობდეს. ძალიან ბევრი ვიდეო შეგიწერდი მასზე. იმიტომ რომ თავისებურად გარეკილი აქვს მაგას. მაგრამ ნუ ვინც ინგლისური ისა, ინგლისური დოქტორ ბერგი TikTok-ზე არის რუსულ ენაზე მხოლოდ გავრცელებული. და ალბათ მოაღწია მაგ ინფორმაციამ. ინსულინი უარესია ვიდრე გაზიანი სასმელი. ანუ გაზი არ გაზი არ არის მამი. გაზიან სასმელში გაზი ბჭყალებში არ არის პრობლემა. მაშინ ბორჯომი, მინერალური წყლები მავნებელია. გაზიანი ტკბილი სასმელი და ამ წინადადებაში მნიშვნელოვანია ტკბილი სასმელი. შაქრების შემცველი სასმელი, მაშინ როცა უშაქრო ალტერნატივები შაქრის ბოლ გაიდლაინებთან გას ამერიკულით. გვაქვს ესეთ ჩანაწერი. უშაქრო ალტერნატივები შეიძლება არ იყოს შაქრის ისეთი უსაფრთხო ალტერნატივა, როგორც აქამდე გვაგონდა, რომელსაც ნახმები, თუმცა ეს არის ტრეიდ-ოფი გზაზე, ცვლილებების გზაზე, შაქრიან ყოლას შემოძლებ უშაქროთი, იმაზე ბევრად მეტ ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ სარგებლობას მივიღებ, ვიდრე შაქრიანის გაგრძელება იყო და ეს უნდა იყოს გზა, სადაც უშაქრო სასმელს შევანაცვლებ წყლით. და გავაგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას. ან გამონაკლისს შემთხვევებში, რომელიც ყოველს გომართება, აუცილებლად ეგრეც იქნება, როგორც წესი უშაქრო ალტერნატივა ხოლმე აი ამ ტრეიდ-ოფში ცხოვრებასა და იდეალურ დაბალანსებულ ჯანსაღმობას შორის უფრო უკეთესი, ვიდრე შაქრიანი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ კონტექსტით, თუ მარათონზე არ მივდივარ და დამატებული შაქრების 5 შაის ყოვზე არ მჭირდება სისხლში შემოშუპუნდეს. თეორია ხო ნახშირორჟანგით ის იქნება ეს გაზი, ის საერთოდ არ ამავნე და ზოგ შემთხვევაში პირიქით. კარგიც არის. მაგრამ გაზიანი სასმელი ჩვენ გვიგივდება უმეტეს შემთხვევაში ისეთ სასმელებთან, რომელიც არ არის შეცვლილი დავლეთ. ესე მინერალური წყლები, იმიტომ რომ ტუტეა გარემო. და ტუტე კიდე ჩვენ კუჭის მჟავას ანადგურებს. კუჭის მჟავის განადგურება არის გზა ცილების შეწოვის დარღვევისკენ, გზა რკინისა და B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევისკენ და B12 ვიტამინის შეიძლება დააგდეს და მიადგეს პრობლემა. მჟავიანობა და დატუტიანება არ არის ის, რაც მინდა ჯანსაღმობაში. ორგანიზმს აქვს თავისი მჟავატოტოვანი ბალანსი და ყველა სისტემას თავისი აქვს. პირის ზღურში განსხვავებული მჟავატოტოვანი ბალანსი გვაქვს, ვიდრე კუჭში და ვიდრე ნაწლავებში და ის განაპირობებს ნუტრიენტების ადეკვატურ შეწოვას და მონელებას და მჟავა გარემო, რომელიც აუცილებელია კუჭში, ცილების დაშლის პროცესისთვის და პეპსინის მოქმედებისთვის არის აუცილებელი. ჩემი მიზანი არ არის დატუტიანება და არც გამჟავიანება. ჩემი მიზანია მჟავატოტოვანი ბალანსის დაცვა. და სასმელი აი ამ ორგანიზმის დაალაგებულ სისტემას. ესე მარტივად ვერაფერს უშუალო მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მინერალურ წყალს ნამდვილად აქვს ძალიან ძლიერი ტუტე მოქმედება, თუმცა ჯამთე საშუალებრივი სისტემა მაგას აუცილებლად აბალანსებს მეტი წყალბადის და მეტი ფერმენტების გამომთავისუფლებით თუ კვებასთან ერთად მოხდა ყველაფერი. ალკოჰოლურ სასმელებში ვიტყვი რომ გაზიანი სასმელი რას აკეთებს? გაზიანი სასმელში ფართობი იმ ნივთიერების, რომელსაც ნაწლავი იწვევს, ნაწლავში გადადის. იზრდება და გაზიანი სასმელი უფრო ჩქარა იწოვება ნაწლავში ვიდრე უკაზო. აი დაუშვათ თუ შამპანიურს დარევს ადამიანი და ღვინოს შამპანიური უფრო ჩქარა გადადის სისხლში ვიდრე ღვინო. თქო რა 15-20 წუთი თუ წევს, ეს შეიძლება 20 წუთი უკვე სისხლში აღმოჩნდეს, ღვინო შეიძლება დაჭირდეს 30-40. ამიტომ გაზიანი სასმელი ამ თვალსაზრისით ეფექტურობის ხვდება. ხო, ამ თემაში არ ვარ ჩახედული, მიუხედავად იმისა, რომ მსმენია ვერც ვადასტურებ და ვერც ვარყოფ ზოგადად ალკოჰოლურ სასმელები არ არის ხოლმე ჩემი ინტერესის სფერო. არ შედიოდა ჩემ სამაგისტრო პროგრამაში, რა ვქნა? მიჩივლე. სულაც იყო დღეისთვის მეგობრებო, დავიჭირეთ რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტები, ბევრი მითების დავანგრიეთ, ეხლა რაც მოგიყევი, არც ეს იქნება ახსნის დონეზე შენთვის ან ბოლომდე გასაგები, ან ისე გასაგები, რომ ყოველდღიურობაში დანერგო. ამიტომ რაც მინდა ჩემი მთავარი მიზანი ამ არხზე არის არასაჭირო მითებისგან დაგიცვა. იმიტომ რომ არასაჭირო მითები არის ერთ-ერთი ხელი შემშლელი ფაქტორი ჯანსაღი ცხოვრების გზაზე. ამისთვის მინი კურსი აგიწყვა, სადაც მითების დანგრევის სამეცნიერო ზრუგი დაგხვდება უფრო სიღრმეში. თუ გაინტერესებს, გადმოდი ლინკზე ან დაასკანერეს QR კოდი, დაგხვდება მინი კურსი და ამის გარდა კიდე ძალიან ბევრი მინი კურსი, რომელიც ჯანსაღობის გზაზე მტკიცებულობის და ფუნქციონალურ ფაქტებით აუცილებლად დაგეხმარება. ჩვენ შევხვდებით ლინკის მეორე მხარეს ან მომდევნო ვიდეოში.